ვინ უნდა მოვაროს დედამთილ მამამთილს? მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. გონზე არა რატოა ხოლმე რაღაცა სულ მუდამ აქტუალური ეს თემა და აი ყველა ჯგუფებში ამ თემაზეა განხილვა და არის ხოლმე ერთი ამბავი. მაგრამ მოდით აქაც ვისაუბროთ, გავცვალოთ მოსაზრებები, რაღაცეები. მანამდე გეტყვით, რომ მარიკოს მხიარულმა სტარტებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მე ვერ დავესწარი და მამამის რომელიც მზად იყო დასასწრებად ისიც ვერ. თუმცა მისული იყო ბაღში, რატო ვერ დაესწრო და რაც ამ თემებში არ შევალ, ახლა უბრალოდ გეტყვით, რომ ხო, ну როგორც იყო ასე იყო, ვერ დაესწრო მოკლედ. ვინ უნდა მოვაროს? მოვიმარჯვოთ ყავა. ვისო შეგიძლიათ ალკოჰოლიც მოიმარაგოთ. ვიზაც როგორ გუნდათ ამ თემაზე ისე ჩავუჯდეთ და ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე ადრეც მაქვს ამ თემაზე ნასაუბრები, რავი, გონი 25 წელი გავიდა მის მერე, მაგრამ გადავიყიდე, ოღონდ არ ვიცი როგორია და გავსინჯოთ და ვნახოთ რანაირია, როგორია. სუნი კარგი აქვს და გემოს ვერ გეტყვით, გავსინჯოთ. გარეთ რა ხდება და რა ჩუჩქოლია ვერ გავიგე, მაგრამ იმედია რომ მოგვარდებიან. დედამთილ მამამთილი. ადამიანები, რომლებიც არიან შენი მეორე ნახევრი, შენი საყვარელი ადამიანის თუ როგორიც არ უნდა იყოს, რა ვიცი, ზოგისთვის საყვარელი ადამიანია, ზოგისთვის უბრალოდ ვალდებულება, ზოგადად ქმარი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ზოგადად შენი იმ ადამიანის ოჯახი და იმ ადამიანის დამბადებელ გამჩენები, რომლის გვერდზეც იყოფს სარეცელს. ძალიან ხშირად მეკითხებია ხოლმე და ოღონდ არ ვიცი რატომ მეკითხებია, რომ აი შენ მოვლი დედამთილ მამამთილს, ოღონდ არ ვიცი, აი ეს არ ვიცი რა გონიათ ხოლმე, რა უნდა ვუპასუხო, მართლა ვერ ვხვდები, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი კომენტარები მხვდება ადამიანების, რომლებიც აი უფრო ზოგადად იცით როგორ მოიხსენებენ ამ ამბავს, მე ვალდებული არ ვარ კუთხით მოიხსენიები და სიმართლე გითხრათ, ცოტა არ მსიამოვნებს ხოლმე მსგავსი რაღაცების წაკითხვა, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ჩემს არ ვაფიქსირებ ხოლმე თუ რაღაცა ან ჩემი ვლოგი არ არის, ან რაღაც არ არის, ან რაღაცა ისეთი პოსტი არ არის, რაღაცა სადაც ამომასხავს და დავწერთ, ვთქვი რომ უბრალოდ ეგ ყველაფერი გავატარო, იმიტომ რომ პოლემიკას შესვას აზრი არ აქვს, თუ კი ადამიანს ძალიან ჩამოყალიბებულად მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც უკვე მისი ოჯახია, თუ დასჭირდათ, ხელი უნდა გაუწოდო. ჩემი პოზიცია ყოველთვის აი ძალიან პატარა ვიყავი, სხვათა შორის, ამას აქთან შედარებით ძალიან პატარა, ძალიან პატარა კი არ ვიყავი. ბებოს სულ ვეუბნებოდი რა, ჩემს ბებოს სოფელში რომ მყავს, რომ რაღაცას რომ ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ გათხოვდები ბებო, რაღაცას რომ მომდოდა ხოლმე და თუ დასჭირდებათ დაუშვათ რაღაცა შეიძლება ასაკში მოვლა, დახმარება, ისე სწრაფად ვეღარ დგებიან ადამიანები, ვეღარ ისე მოეხმარე ისიც და სულ მქონდა ხოლმე პასუხი, ბებო, აბა რას ვიზავ თუ დაჭირდა, თუ აბა რას ვიზავ, აბა რას გავაკეთებ, ანუ ყოველთვის მქონდა ხოლმე აი ესე და ბებო რა გყოს დარწმუნებული დამეთახმება, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ბებო მეუბნებოდა ხოლმე, რომ შვილო 100-ია სწორი და 100 ადამიანობა და ეს არის ადამიანობა, მე ყოველთვის იქვე პასუხი მქონდა ხოლმე, რომ კი ბებო, მასია და კი ბებო, კი ბებო. და გავიდა წლები და ზუსტად იგივე აზრზე, ასე ვთქვათ, ვრჩები, რომ ადამიანებს, რომლებსაც დასჭირდებათ შენი გვერდში დგომა, ამ შემთხვევაში რადგან დედამთილ მამამთილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვიდგები პირადად მე გვერდში. და ვერც წარმომიდგენია პრინციპში სხვანაირად, რომ აი საერთოდ ვაიმე რა არის? თავი დაარტყა მაგიტას. მე ჩემს სიყვარულო დედიკო.
ჩემი სიცოცხლე. Აიმე დედიკო. კარგად ხარ უკვე დედი? კი, შეყვარილო. ხუ, ეცადი გაიქეცდე. მე მანამდე ყავას დავლებ. კაი, ბოდიში გადახვევის ამბები თქვენ იცით, ბავშვი ვისაც ყავს მით უფრო მოგეხსენებათ როგორ ხდება ვიდეოების გადაღება. და მოკლედ რას ვამბობდი, სულ ყოველთვის ბებოს ვეთანხმებოდი და ახლაც მაგაზრზე და მთელი ცხოვრება მაგაზრზე ვიქნები, რომ თუ ადამიანებს ჭირდები, თულს ვამბობ, იმიტომ რომ როცა ჯანღონით არიან სავსე, ეხლა სულ არ ჭირდება იმას შენი ის ელემენტარული მოვლა, რაც მაგალითად ადამიანებს, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ, ან მწოლიარე მდგომარეობაში არიან, ან ჯდომიარე მდგომარეობაში არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც დადიან, მაგრამ ისე ვეღარ მოძრაობენ, ისე ვეღარ ინარჩუნებენ ხელს, ფეხს და ასე შემდეგ. როგორც ხდება ხოლმე ზოგადად, როდესაც ადამიანები შედიან ასაკში და მით უფრო თუ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ და რაღაცა გაურთულდათ, ასე რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები. საკუთარი მშობლები ყავს ხოლმე სულ წარმოდგენილი, როცა ვკითხულობ კომენტარებში მდედამთი მამა მთილი არა ისე თუ რაღაც. ანუ სულ წარმოვიდგე ხოლმე ჩემს მშობლებს, რომ მე მყავდეს ისეთი რძალი, რომელიც ხვეწები ეხა რა, აი ასეთი მიდგომით იყოს ჩემი ოჯახის წევრებთან ჯვარი წერიად, რომელიმეს რომ დაჭირდეს რაღაცა მისი ელემენტარული გვერდში დგომა, ან ელემენტარულიც არა და ძალიან დიდი გვერდში დგომა. მარიკო, პეპელა სად არის მეორე დასაწებებელი და აიგდებს, კარგი დედიკო, კაი. და იმდენად ცუდად ვხდები ხოლმე ამას რომ წარმოვიდგენ ხალხო, იმდენად ცუდად ვხდები ხოლმე, რომ აი ვერ გეტყვით. გული მიჩქარდება, ამის ცუდად გავხდა და ვეცე. იმდენად განვიცდი ხოლმე ამ იმას, რომ წარმოვიდგენ და როცა დემთმამთვის ეხება საქმე, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ წარმოიდგინონ ადამიანებმა საკუთარი თავი, რომ რძალი მოექცეს მათ მშობლებს ზუსტად აი ასე, როგორც ახლა მე ვთქვი და როგორც ძალიან ბევრი კომენტარი წამიკითხავს პოსტის ჩემ და სამწუხაროდ. თან ნახე ან თუნდაც წარმოიდგინე საკუთარი თავი, კაცო, სიბერეში საწავედი, ახლა დედამამა რა გვინდა, საკუთარი თავი წარმოიდგინე სიბერეში, რომ ეს დამოკიდებულება გქონდეს ვინმეს შენთან, რომელიმე ოჯახის წევრს იქნება შვილი თუ რძალი, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. შვილს თუ აქვს უბედურება, უფრო არის, ანუ წარმოიდგინეთ და ურთიერთობებსაც გააჩნია. ეხლა ნახე იქ სადაც ეზიზღები, იქ სადაც გამცირებენ, იქ სადაც არარაობად მიგიჩნევენ, იქ სადაც შენ უბრალოდ ერთი სავსე სკამი ხარ, იქ უბრალოდ რო სიხარ იმ რაღაცას და სავსე სკამად ითვლები, თორე უბრალოდ სარეალ ადგილად წარმოგიდგენენ და არაფერი მნიშვნელობა შენ მათთვის უბრალოდ მაქსიმუმ ბავშვების გამჩენი იყო, ან შეიძლება ვერც მოხდეს. უბრალოდ ადამიანი ხარ, ვინც ახს ალაგებს, ვინც ასობდა, თუ ასეთი ადამიანი ხარ, თუ მათგან არ გახსოვს ერთი ამდენი სიკეთე, თუ იმ ადამიანებისგან ტირილის მეტი არაფერი გახსოვს, აი საერთოდ არ მაინტერესებს სიბერეში ვინმეს რამე თუ დაჭირდება ეხლა, არც ქმარს და არც არავის. საკუთარი ქმარი, ის არ მაინტერესებს მე სიბერეში. ასია, როცა არ გახსოვს არაფერი კარგი, ნახე, შეუძლებელია, რომ ახლა კი კაცო როგორ არა მოუვლი, კი არა, ანუ ძალიან რთულია ამის ხალხო. თუმცა აი ძალიან ბევრჯერ მომისმენია, რომ მაგალითად არ იმსახურებენ, მაგრამ აი ჩემ ადამიანობას რა უქნა, ხო ეგეც არის, ხო? რომ აი შენ იმას რა უქნა, აი ანც ღმერთი მაღლიდან იხედება რო არის ხოლმე და შენი შინაგანი რო არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელები დაიბანო და უკარგად იყავით რა, ესე თქვა. თუ კარგად იყავით, ამდე მივიდა, ხო, ყველაფერი, მაშინ ბევრად ადრე უნდა დაემშვიდობო ადამიანებს შენს ცხოვრებაში და
ყველას თავის გზა უნდა მოაძებნინო რა, ანუ შენთვის უნდა იყოს და სხვა თავისთვის უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მაშინ თუნდაც სიბერეში რომ დაჭირდეს შენი გვერდში დგომა, მაშინ უნდა დაუდგე გვერდში. ყველაფერი ცუდი გახსოვს და ის მაშინ იქ რატო ჩერდები იმ ხო, ნუ მეცպես ხომ ამბობენ ბავშვების გამო, წასასვლელი არ მაქვს, გასაქცევი არ მაქვს, ხო, ნუ წარმოიდგინეთ რა, ეგ კიდე ცალკე ტრაგედია, როცა წასასვლელი არ გაქვს, ეგ კიდე სხვა თემა და ცალკე ტრაგედია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნუ უბრალოდ რა პუნჩი უნდა მოუვაი, რომ აი ეს დამოკიდებულება როცა გაქვს არ ვიცი, რა ვიცი, შენც რო დაბერდები, რა პუნქტში უნდა მოგხედოს ვინმე, თუნდაც წყალი რატო უნდა მოგაწოდოს, ეხლა ვინმე, ვინ ახარ? თუ კარგი გახსოვს იმ ადამიანებისაგან, მერე უკვე სხვანაირად ლაგდება ყველაფერი რა, აი ჩემი გადმოსახედით ეგრეა, რომ შეიძლება ბევრი ცუდი გახსოვდეს კაცო, მაგრამ ბევრი კარგიც იყოს და რაღაცნაირად მერე შენ თავს გადაალაგებინო, რომ მოდი კარგი რაც იყო, იმას მივაქციოთ ყურადღება და ის დავიმახსოვროთ და აი ის კარგი დღეები რაც მათ ჩვენთვის გაუკეთებიათ, ჩემთვის გაუკეთებიათ თუ შვილისთვის თუ რა ვიცი ზოგადად ერთი თბილისით ყავს თქვენ თუ როგორც არის, აი ეს ყველაფერი გაიხსენო და ამ ყველაფერს მიაქციო ყურადღება და ეს იყოს შენთვის უკვე გადამწყვეტი და აი ცუდ ხრა რომ მოდი რა სადაც ხარიყავი რა და მე ახში შემთხვევაში ისე ხდება ხოლმე რომ თუ კი დახმარება ჭირდებათ და თუნდაც არ ჭირდებოდეთ რაღაცა ასაკში იცია ხოლმე მე რომ აი შენ ყოფილხარ ჩვენი იმედი თუ რაღაცა ეგრე და ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტან აი მეზისყება. უი თუ მე კაი რგი გოგო ყოფილხარ ახლა 35 წელი და 38 წელი რომ სისხლს მიშრობდი და შენთვის კამი ვიყავი და მე თურმე უი ადამიანი ვარ საერთოდ მიუღებელია ჩემთვის. აი მიუღებელი კი არა, ეგეთ რაღაცებს ვიცინტრები. გული არ მილბება მე ეგეთ რაღაცებს, რომ უი თუ მე რა კარგი გოგო ყოფილხარ სიბერეში გამახსენდა და მანამდე ვერ გიტანდი და ჩემი შვილისთვის არ იყავი სასურველი, ჩემთვის არ იყავი სასურველი, რომ ჩემი შვილისთვის ცოლობა გაგეწია თუ რაღაც ხა, მაშინ თუ არ ვიყავი არაფერი, ხო ზوار მაინტერესებს მე ჟენის სინანული. მე ეგეთი ბუნების ადამიანი ვარ, ეგეთი ხასიათი მაქვს. სიბერეში მონანიებების არ მჯერა. ეგ კიდე სხვა რამეა უკვე რო აანალიზებ, რომ აი იქით ხარ და გინდა რომ რაღაცა საყოველთაო ბუდიში მოუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ტკენდი. მოდი, თქვათ რომ საკუთარი თავის გინდა და სული გინდა დაიმშვიდო ამ დროს, მე ეგრე მგონია, ვიდრე ახლა გადაგადარდებდეს ვიღაცას რომ 38 და 50 წელი რომ აწამებდი რა და არაფრად რო არ თuliდი ახლა რატომღაც ალბათ შენი სულისთვის უფრო ამ დროს რაღაც რომ აი ან თუნდაც ის რომ მე მოგხედოს და გული მოულბეს რომ უი შეყოფილხარ ჩემი პატრონი თუ რაღაც ანუ მე ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები რა დედა მე შენთვის მინდა რომ გაჭამო შოკოლადი აუზა არ მინდა მე და ამას შეჭამო. ნორმალურია. ვერ ვიტყვი რომ ეხლა შოკიდან ვერ გამოხат ისეთი ქადა, მაგრამ რა ვიცი, მე რა ხიბზანე და აი მე ღმერთო. გონზე რა რამდენი გადავიხადე. შებოლილ თევზში და ამაში გადავიხადე სულ მგონი 12 ლარამდე. თუ 13 რაღაცა. ბუთქუჭა კი არის, ეს უნდა გააღვპი. აი მომისმენია ხოლმე რომ აი უკვე რო იქით იყო მე მეუბნებდა ანუ მოუვლა რო ჭირდებოდა და უკვე რომ ძალიან დაუძლურებული ой მე შენ რა ყოფილხარ ჩვენი ოჯახის ბურჯი თუ რა კაი გეხვეწები რა მანამდე რა არიცოდი რომ ბურჯი იყო თუ რა ეგეთი აცები არ მიყვარს არ მილბება გული ეგეთ რაღაცეებზე მოკლედ
მაღალია და არაკომფორტული საჭმელი. დედაყავა რა კარგია. რა კარგია ნეტა იცოდეთ ყავა. ნეტარება. შიგთავსი თითქოს ცოტა მოდი მოკლეში ვარ გაჩვენოთ ამას გაჩვენოთ. ახლა კარგად აქვს. წადიდე. რეალურად კარგად აქვს, ნახეთ. ნუ ხა გვერდებში თავისთავად არ აქვს ხოლმე არასდროს, მაგრამ მე ცოტა ნაჭერი შეხვდა, როდესაც დიდად არ ქონა, მაგრამ სხვებს აქვს. ანუ გააჩნია რომელ ნაწილში ალბათ. ამას არ აქვს ეგრე. არაფერი რეალობაში ნორმალურია რა. სქელი შევთავსე, ახლა მეტი რა გაგიკეთონ. შვენიერი. ყოველშვილს ყავას უხდება. გაგიკვირდებათ და დედა ხარაფერი აღარ არის. რა დედა? რაღაცა ჩიპსი არ არის. დედა პენგოლი არ არის. ჩემი წყალობაც გზაში ვიყიდე. ხომ ირთვიდე? ისეთი თბილია ადუბებული. მოკეთ ესეთი ამბები გოგო, აი ესე ვფიქრობ. აი რამდენი ადამიანისგან მომისმენია, რომ ისეთი კარგი იყო და ისეთი კარგი ადამიანები იყვნენ, რომ იხსენებენ აი იმ ადამიანებს, აი ცხარეცრემლით ტირიან ხოლმე და იმდენად ბევრი კარგი ახსოვთ და იმდენად ანუ ხო ხვდებით, აი ეგეთი ადამიანი რო წავა შენი ცხოვრებიდან ხო სამუდამოდ ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია რა, როცა ძალიან კარგები ხართ ერთმანეთისათვის. ურთიერთობა ხო არ არის რეალურად ერთი მხარე, ურთიერთობა არის ორი მხარე და გააჩნია რას დავისახება ბევრი მხარე, ხო? მაგრამ რეალურად არის ხოლმე რომ ორი მხარეა რა, ანუ ბევრი რაღაცის დათმობა, ხა მე როგორც ადამიანს შემიძლია ჩემი მეუღლის გამო ბევრი რაღაცის დათმობა რეალურად. ურთიერთობებში ვიწარდი რა. მაგრამ მაქვს ჩემი ლიმიტები. ანუ იმაზე მეტი თუ მოხდა რაღაც მე იქ უკვე ხდები ფოცხვერი თუ რაღაცა არ ვიცი. მე უკვე წითელი ხაზი მაქვს და აღარ მინდა აღარავინ. ეგეთი ხასიათი მაქვს. ზოგადად ცხოვრებაში ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ თურმე იმაზე მეტი რაღაცების თითქოს გატარება და გადაყლაპვები შემძლებია, ვიდრე წარმომედგინა და ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდი. მაგრამ რაღაცების გამო ხდება ხო ცხოვრებაში, ახლა რაღაცას თუ ითმენ, რაღაცას თუ რაღაცის გამო, ვიღაცის გამო, რაღაცა გიღირს, ხო ეგრეა. ზოგადად აი პირად ცხოვრებაში, ცხოვრებაში, ურთიერთობებში, ნებისმიერ ურთიერთობებში. ამბობენ ხოლმე რომ აი მოთმენა თუ დაგჭირდა, ესე იგი თუ რაღაც. ეგ არის ზღაპრები. რაღაცის მოთმენა ყოველთვის გვიწევს ადამიანებს, თუნდაც აი ამდენის, მაგრამ გვიწევს. ამიტომ ესე ხაზგასმით რომ თუ მოთმენა დაგჭირდა, ეს ის არ არის თუ რაღაც, ეგრე არ არის. გააჩნია რა ურთიერთობების ფაზაზე ხარ, გააჩნია რა ხდება და ასე შემდეგ ხა.
ასე ვერ იყვი. Რომ მეტნაკლებად ადამიანები ბევრ რამეს ვითმენ ხალხო, გეხვეწებით ელემენტარულს. რა არის, მარია? გული გამიხეთქე? თქვენ არით ჩემს შესახებ იცით თუ არა, ბურთის გახეთქვის ისე მეშინია, როგორც აი რა გითხრა, თავზე რო ჭერი ჩამომენგრეს. აი ხა მიჩქარდა გული. დედა სამისთან გადავიდე. არა, ვერსად ვერ გადავალ, ძალიან ვარ დედიკო დაღლილი. აუთხო. არ არიან სანი და ბაიები დღეს და ხოლ გადავიდეთ, კარგი? გპირდები ხო? გუში ხო ვიყავით და აი ბურთის გახეთქვაზე რო გულის აჩქარება დამეწყება, ბაღშიც აი დღეს 1-2 ბუშტი გასკდა და დამიბუჟდა ყველაფერი. საშინლად მეშინია, აი რა გინდოდა ეხა იგი რო წამოაპორწიალე სახლში. მე გული გამისკდა დედა. ხო, არა, მომეჩვენა. რაღაცნაირად ღმერთი ყოველთვის სიახოლმე აი გილაგებს რა. რაღაცებს გილაგებს ხოლმე ცხოვრებაში. აი ხო ამბობენ ხოლმე, აი უფლის სამართალი. ტყუილად ხო არ ამბობენ, ხო? რაღაცა ხდება ხოლმე, ხო ალბათ. მომხდარა და მე აქედან რაღაცები მე ასეა. რაც უფრო მეტად კიდე ადამიანები ჩვენს თავში რაღაცნაირად ჩავისუნთქავთ, მით მეტად გადმომხედავს დარწმუნებული ვარ ღმერთი. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია ჩემს სიცოცხლეში, რაც 38 წელი ავცოცხლობ, მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა და ისე მომხდარა, რომ უფალს რიმდენად მეტი მადლი გამოუწოდებია ჩემთვის რა, ვიღაცა ადამიანების ხელით, ვიღაცების ხო ახლა მართლა ხო ჩამოდის ხო ვიღაც რომელიც ჩვენ წარმოსახვაშია და რაღაცა მადლს ხო არ გიკეთებს ხო, გიგზავნის ადამიანების სახით, რაღაცა შევა პროექტების სახით, რაღაცა ვიღაცების სახით, რაღაცების სახით, ძალიან ბევრი რამით მოკლედ რა. აი კიდევ მაქვს ხოლმე, აი არ ვიცი თქვენთვის მოყოლილი მაქვს თუ არა, აი მადლზე მინდა რა და ზოგადად რაღაცებზე თქვა. ძალიან საჭირო იყო მოყოლილი მაქვს ოღონდ ადრე გავიფიქრე და მჭირდებოდა ფული იმ მომენტში, იმ წამს მჭირდებოდა თუ არა თქვენ 15-20 წუთის მერე ხო მექნებოდა, მაგრამ იმ წამს მინდოდა რომ აი ხა ღმერთო მეთქი ახლა ფული მაპოვნინა თქო და ავტობუსიდან ფეხი ჩამოვდგი საბერძნეთში და 5 ევროიანი ეგდო ძირს და აი ისეთი ემოცია მქონდა, მე ზოგადად ხო ემოციური ადამიანი ვარ და ისეთი ემოცია მქონდა ბედნიერებისგან მეცინა მეტი რა არ ვიცოდი ანუ და სულ ამბობ ხოლმე რომ აი რაც რო გავიფიქრებ რამე მე თუ მიკეთებია ხო კარგი ამ სამყაროში მე რაღაცნაირად ვიღაცის ხელით თუ რაღაცით მიბრუნდება მე ეს უკან ეს ასეა ხო და ისე კი არ უნდა მივუდგეთ საქმეს რომ თუ ნორმალური ადამიანები არიან ახლა და ის რომ მე ღამაკლიათი კი არ უნდა ანუ კი არა აი რატომ ინტერნეტზე გადავასხა რატო ასხავდე და აღარ გინდა წყალი რას წავიღებთ ხა ამ ქვეყნიდან აი ურთიერთპატივისცემის გარდა ერთი მითხარით და სიყვარულის გარდა ჩვენ ხო ზოგადად არ ვართ ვალდებულები გვიყვარდეს არც ჩემი ქმარი არ არის რომ ვალდებული უყვარდეს დედა ჩემი მამა ჩემი რა ვიცი ჩემი ძმა ბებია ჩემი ანუ ვალდებულება ამაზე არ გააჩნია ისევე როგორც მე არ გამაჩნია მისი მხრიდან საერთოდ ვინმე მიყვარდეს მაგრამ ურთიერთპატივისცემა არის ვალდებულება სურვილი რო გაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და პლუს ამას ვალდებული ვარ რომ პატივი ვცე რა
ჩვენ თუ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, ვალდებულებებია ძალიან ბევრი რამე. გარდა იმისა, კაცო რომ გიყვარს ადამიანი, მე მისი რაღაცა თვისებები გიყვარს, პატივისცემები გახსოვს, მისი რაღაც ძალიან ახლოს მიუშვი შენთან და ამის გარდა ვიძახი კიდე ყველაფრის გარდა ვალდებულები ვართ. პატივი ვცეთ. აქ არ არის საუბარი სიყვარული და დედა, ვისოდ ვერ ვსუნთქავ და რაღაცები და ეს ამაზე არ არის. ვალდებულები ვართ დიახაც რომ ერთმანეთის ოჯახის წევრებს უკვე რომლებიც საერთო ოჯახია ხო მე და ნათესაობას ერთმანეთის ვცეთ პატივი. ვის გამო? ხო ისევ ერთმანეთის გამო უნდა ვცეთ, ვერღა ვის გამო უნდა ვცეთ პატივი, ხო? შეიძლება ხა სულ არ მომწონდეს ვიღაც, რავი. ვიღაც. თუნდაც ჩემი მეუღლის ნაცნობ პირობითად. მაგრამ უკვე ჩემი ქმარია შუაში და აუცილებლად ღირსეულადაც დავხვდებით, დაუშვათ სახლში მოვიდა, თუ სადმე შევხვდით მოვიკითხა, ხა თუ მე არაფერი დამეშავა პიროვნულად და ასე შემდეგ. ანუ ვალდებულებები რატო უდგები ისე რომ ხა ეგ ღამაკალი, ანუ ავდგებ და მომვლეს მოუყვან აბსოლუტურად მესმის და საერთოდ ვერ ხვდები ვერანაირად რა არის ამაში პრობლემა. აი რომ ამბობენ ხოლმე რომ დედაჩემს მომვლეს არ მოვავლევინებ, აი მულებს რო აქვთ ხოლმე ეს რაღაცე რატო? აი მაგას ვერ ხვდები. რატო? მთელი ჩვენი დედები, ბებიები და ბაბუები ემიგრაციაში უვლიან იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ასე კიდევ ბევრად პატარებიც იყვნენ დედაჩვენებზე და ბებიაჩვენებზე. სხვათა შორის. საერთოდ არანაირი პრობლემას არ მიქმნის და ვერც წარმოვიდგენ რატოა ამაში პრობლემა, ხო? რატო? თუ კაცო შეგიძლია რომ შენ მოუარო და შენ გაქვს ამის დრო, ზოგს არც დრო კი არა, ნერვებიც კი არა აქვს ამისი. ზოგი თქვა ძალიან ჩაწოლილია და აი რაღაცები ცოტა ეხამუშება და არ შეუძლია და ურჩევნია რომ რაღაცა მონაკვეთში მოიყვანოს ადამიანი, ვინც მიეხმარება, რაღაცა მონაკვეთში თავად იყოს. ეს ხო უნდა დაალაგოს მე ოჯახმა ერთად. დაიქცა. მე არ მომწონს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაცაც ხისტი გადაწყვეტილებები. ეხლა მე მაგალითად ხო ჩემი მშობლები ღმერთო არ მომასწრო იმ დღეს რომ რაღაცნაირად რომელიმე ჩაწოლი მდგომარეობაში დავინახო, ალბათ წნევა იქვე დამარცხავს. მაგრამ არავინ არ ვიცით კაცო ცხოვრებაში რა ხდება, შეიძლება რა ვიცი, ხოლას ვკვდები, ხო? მაგას ვერ გავიგებთ ვერავინ. მაგრამ აუცილებლად ნებისმიერ რამეში თუ კი ჩემი ოჯახის წევრი იქნება იმ მომენტში დაუცლურებული, აუცილებლად მე და ჩემი ძმა ერთად გადავწყვეტთ რა გზით უნდა ვიაროთ, რომ ის პრობლემა იყოს გადაჭრილი ამ შემთხვევაში. თუნდაც იქნება მოვლა, თუნდაც საკვების მომზადება, ნებისმიერი დეტალი იქნება აუცილებლად ჩემ ძმასთან შეთანხმებული. ერთად მიღებული გადაწყვეტილება რა, როგორ, რანაირად ჩვენს მშობლებთან დაკავშირებით. არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ თუნდაც რძალმა, თუნდაც ნებისმიერ ვინმე აი ეს დამოკიდებულება ხო ხდები ძალიან მაღიზიანებს. ვალდებულებაში ვერასოდეს, რა თქმა უნდა, მე ჩემს წელს ვერ ჩავუწყო. ხა ვალდებული ხარ, აი მიხედო თუ რაღაცა, არავინ არ არის არაფერში ვალდებული, აქედან დავიწყოთ. მე შვილი ვარ და დიახ, მე ვარ ვალდებული. ის რძალია და ის არ არის ვალდებული. მაგრამ ეს ხო არის ადამიანური ფაქტორი, მას თუ ექნება მის სურვილი, რომ ადამიანულ თვალსაზრისით თუნდაც აი ეს მომზადოს და მიუტანოს, მე მხოლოდ მადლიერი ვიქნები და ასმაგად დავაფასებ ჩემს რძალს. მაგრამ მე რო შევამჩნიო აქტიური დამოკიდებულება და აი ეს კამერა ჩემს სიცოცხლეში ვერასოდეს დაიბრუნებს ჩემს სიყვარულს და ჩემს დობას და ჩემს ნებისმიერ რამეს ვერასოდეს. ასეა. თუ აკეთებ, უნდა გააკეთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ არის ვალდებული. მე ვარ ვალდებული, მე ვარ შვილი, ჩემი ძმა არის ვალდებული. ის არის შვილი.
საბერძნეთში მართალია ცოტა ხანს ვიმუშავეთ ძალიან, მაგრამ ხო მივიღეთ რაღაცა გამოცდილება, ხო? მე მოვხვდი ისეთ ოჯახში, რომელზეც შემიძლია რომ აი საათობით ვილაპარაკო, რა ის სასწაული ოჯახი იყო, ხალხო, მე მსგავსი მე იქ მე ხარ ამდიმე თვით ვიყავ, მაგრამ იშვიათადაც კი გამიგია და სხვათა შორის ბევრმა აღნიშნა, რომ ძალიან იშვიათად კარგი ოჯახი, აუ თან ძალიან მაგარი ოჯახი შეხვდა და ძალიან კარგი ანაზღაურება, უენო ვიყავი ხალხო, ენა არ ვიცოდი და მიუხედავად ამისა, აი რა ვიცი, გადამაყუდნენ ზედ. დედიკო თვალზე ვეღარ გაგიკეთებ, დაგეწიწკნება, ამდენი არ გინდა, ბევრი გიკეთია. და ქონდათ გამოყოფილი დღეები ბებოსთან დაკავშირებით დაბანაში რომ ეხმარებოდნენ რა. დაძმა იყვნენ, სხვადასხვა სართულებზე ცხოვრობდნენ, ეხლა იქ შემთხვევაში სახლები არის როგორც თქვათ კორპუსები, ოღონდ ესე ცხოვრობენ რა, სხვადასხვა სართულებზე. ოღონდ რა, ანუ როგორც კორპუსში ცხოვრობენ, ისე ცხოვრობენ იქაც რა. სხვადასხვა სართულები აქვს, ყოველას თავისი. შვილებს ცალკე, მშობლებს ცალკე და ესე რა. უზარმაზარი სახლი, რა ვიცი. და გამოყოფილი დღეები. ამა და ამ დღეს ეხმარებოდა გოგო. ამა და ამ დღეს ბანდა და ეხმარებოდა ბიჭი. ოღონდ მამას არა, დედას ეხმარებოდა ბიჭი. ძალიან ბევრი ბიჭი. ვიცი, რომელიც იტყვის უარს, რომ აი ქალს ვერ დაბანს. სადღაც მესმის, ნახე, არის ადამიანი, რომ ანუ ვერ ეხება ეხა დედა და კიდე სხვანაირად სტკივას, სხვანაირად აღიქვამს, ანუ არ შეუძლია, ანუ არის რა, მოდი რომ ხო, ეხა დედას ვერ შევეხები სხვა თემა, მაგრამ რომ არ შეუძლიათ, კიდე სხვა მიდგომაა, ხო? დაითვალეთ. ასუფთავებდა. გაუშვებდა ფენით თმას, ჩააცმებდა და გაწკრიალებულს გამოიყვანდა. ბიჭი. აი ეს არის და ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად წყვეტდნენ, ექიმთან ვიზიტს. ერთად წყვეტდნენ, რა საკვები უნდა მიეღო მის მშობელს. ერთად წყვეტდნენ ყველა დეტალს, რა თქმა უნდა, მე ჩვენ ვთანხმდებოდით ამ ყველაფერზე, რა, როგორ, რანაირად, მაგრამ ისინი წყვეტდნენ ბუნებრივია. აი, ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულებები ოჯახში. ის კი არა, რო იციან ხოლმე ბიჭებმა, რომ ბიჭი ვარ, ეხა მე უნდა მივხვდეთ, აი თარო მაგრად არ უნდათ რა მშობლის პატრონობა, რომ არ უნდათ ხა ცოლი შეაწუხონ თუ რაღაც. გოგომაც უნდა აიღო გენაცვალე ვალდებულება, გათხოვილი ხარ, გამოთხოვილი ხარ თუ იბიცაზე ცხოვრობ, ხო, შენი წილი ვალდებულებები მშობლებთან უნდა აიღო აუცილებლად. მე ჩემ მშობლებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მე როგორც გოგო აბსოლუტურად ვიაზრებ ამ ყველაფერს, აბსოლუტურად. და მე კიდე ისეთი მული მყავს, რომ ანუ აი მაგაზე ლაპარაკი არც არის საერთოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ასი თავით ამ ამბავში მეთანხმება. ასია. მე რაც არ უნდა გაუჭირდეთ ახლა ჩემი მეუღლის მშობლებს, აუცილებლად დავდგები გვერდში, იმიტომ რომ მე ვარ მათი შვილის მეუღლე ადამიანი, რომლებაც მე ისინი მივიღე ოჯახის წევრებად. და შენ თუ ხარ ოჯახის წევრი, შინაგანად ვიაზრებ, რომ მათ ჭირშიც და ხინშიც უნდა დაუდგე გვერდით. ისე როგორც ისინი უნდა დამიდგნენ გვერდით. მიდგომა, კიდევ თქვი, რა შემთხვევაში არ მედომება არაფერი, ეგეც ვთქვი და ის მეორე მხარეს ვთქვი, ორივე ვთქვი. მე არ ვიცი ახლა ვინ რა როგორ, მაგრამ ჩემთვის ნორმა არის ეგ, ჩემთვის ყველაზე აზრიანი ურთიერთობები არის ეგ. სულ ამბობენ ხოლმე, რომ რაღაცებზე მარტივად საუბრობ, რა ვიცი ახლა მოთქმოგოდებას ხო არ დავიწყებ, ახლა რასაც ვფიქრობ, იმას ვსაუბრობ. რაღაცები არ გამომიცე და ღმერთმა აი თუნდაც ეს ინციდენტი არ გამომაცდებინოს და ეს რეალობა არ გამომაცდებინოს, რომ ადამიანი ჩაწვეს და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც არ არის ხალხს საჭირო, რომ მაუწყდეს საწოლს ჩაწვეს ვიღაც, ხო? შესაძლოა იჭდეს, შესაძლოა იაროს, მაგრამ დაუძლურებული იყოს ხო ადამიანი და ხელი რო წააშველო და საძილი გაუკეთო, ეს ამაში არაფერი არ არის რაღაცა
ფილოსოფია და ამაში არაფერი არ არის ადამიანური ფაქტორია უბრალოდ. შენ ოჯახის წევრია და რაც გვერდში უნდა დაუდგე. ეს არის ჩემთვის ოჯახი. სხვა შემთხვევაში მაშინ იმ კაცთან აღარც უნდა დარჩე. არ უნდა იცხოვრო იმ კაცთან. ვისაც საბოლოოდ ოჯახად არ მიიღებ, იმ კაცთან არ უნდა იცხოვრო. ხა მარტო ქმარი მინდა და ისინი ოღონდ არაფერს რო არ გიშავებენ, ეგ მე არ მესმის მაგალითად. ხა თუ ჯიჯგნია შვილო და არ გადაყლაპობენ და ეზიზღები გასაგებია, მაგრამ თუ არ არიან შენს მიმართ ასე ცუდად დამოკიდებულებაში, მაშინ რატო არ უნდა მიიღო, ხო? თუმცა მე გამიგია, რომ ჩემი ნათესავი და ჩემი ახლობელი მხოლოდ ქმარია და ანუ ისინი ვინ არიან ესე და მე ცოტა ვერ ვიგებ ხოლმე რაღაც ის ქმარი იმად გააჩინეს და რა ვიცი. ჩემი ნათესავი როგორაა, ანუ ვერისგან გამიგია, რომ დედამთის ერთ არის ჩემი ნათესავი, მამონტილი არ არის. ანუ ახლობელი არ არის, რომ ჩემი ოჯახის წევრია. რა ვიცი, ჩემთვის ასია და აი ვერ გეტყვით. მოკლედ, უხმესი მადლობა რომ მიყურეთ. მხიარული სტარტების და რაღაცების ვიდეოს, ეხლა არ მინდა ეს ვიდეო დავშალო და სხვა რაღაცებზე გადავაწყო. ამიტომ იმ რაღაცებს, სხვა კადრებს და სხვა რაღაცებს ხვალ დავდებ უკვე ხვალინდელ ვლოგში, ოღონდ დღევანდელი დღის კადრებს, უბრალოდ ამ ვიდეოში არ მინდა ის რაღაცები ავურიო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურეთ და ყველაზე მთავარი ადამიანურ ურთიერთობებს სიყვარულს და ურთიერთგაგებას არ შეცვლის და ვერ შეცვლის ვერაფერი. ვერაფერს ვერ წავიღებთ ვერსად. სადაც არ უნდა წავიდეთ, 60 იქნება, ჯოჯოხეთი იქნება, ვერაფერს ვერ წაიღებ გარდა საკუთარი თავისა. ხო და რაც უფრო მეტად დამთმობები ვიქნებით და რაღაცებს ძალიან არ გავამახვილებთ ყურადღებას და ცოტა გვერდიდანაც შევხედავთ რაღაცებს, იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ მქონია შემთხვევა, როცა რქებით ვაწვებოდი ბევრ რამეს და რქები არ მომწყდა, მაგრამ რაღაც ცარიელ სივრცეს ვაწვებოდი რა, ანუ არ არის რა ესე რა, რაღაცები უნდა გადავაფასოთ რა ცხოვრებაში. დიდი მადლობა რომ მიყურებთ.